ეს არის აი ეს კოტეჯი ვიცანი ვიდეოებიდან. მე მგონი აქედან იქნება შესასვლელი. ეს არის. ვait. მეშინია სიგნალიზაცია არ ჩაიგდოს, რამხელა რაღაცა უყენია კამერა. ხედავ. გიორგი! მასპინძელო! ძაღლები ყავს ვიცი და არ მეცნენ. არა, ჩაკეტილია. ახლა პულტზეა. ეს აიღე. გამარჯობა. ციგ მეგონა რომ რაღაც ამერიკის საელჩოში მოვედი. ამერიკის საელჩოში ხარ? ნეიტრალური ტერიტორიაა? უფერული ზონა, ზუსტად რა თქვა. როგორ ხარ? ეს არის ოქროს გოგო. იცით ვისთანაც მუშაობთ, მაგრამ ეს არის ოქროს გოგო. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად. რაღაც დამატებითი ნაგებობები გაქვს აქა? საზედამხედველო სამსახური ხარ თუ რა კითხებს? ნებართვა თუ გაქვს მაინტერესებს ამ ნაგებობაზე. ყველაფრის ნებართვა გამაჩნია. ეხა მე ვარ სუხიტაშვილების მიწაზე. კი, აი ეს იქით ამ მხარეს ეს რასაც უყურებთ, აი ეს მხარე სულ ჩვენი არის, ეს ჩვენი მამაპაპისეული სახლია ზემოთ, სადაც რემონტი არის. მინდა რომ მომატარო ეზო. კი ბატონო. ეს არის აიცადე მოვიდნენ ჩემი კეციანი ძაღლები. სად არიან მართლა? მოვლენ, აგე ერთი, ეს არის ძონძიკა. ძონძიკ? ძონძო. აი მე მართლა რა კაი სახელი ქვია. აი ძონძი შეხედე ანუ. აი ხედ დაწובה ძონძივით, აი როგდია. აი მე მეორე სად არის? იმას ქვია აბუეტი, ვინც იცით ეგ სიტყვა მე ვიცი, რა აბუეტი ვიტყვი. აი აბუეტი მოვა ეხლა. ეგ აქაური გამოთქვა. ძონძიკა და აბუეტი, ხალხო გაიცანი. აბუეტი, ანუ პასპორტის სახელით ჩარლი ქვია, მაგრამ ეს აბუეტია. მოდი. როგორ ახალ ბიჭო, სტუმრები გაიცანი, მიდი. გამარჯობა, აბუეტო. კარგია, საკმაოდ დიდი სიცხე. ეს მხარეს და ის მხარე უფრო დიდი არის, იმიტომ რომ იქით ბოლომდე გრძელდება. აი მე რა კარგია. მე ეხ გამახსენდა ჩემი შეგრძნება, ჩემს სახლში რო ჩავდივარ ხოლმე თიანეთში, სადაც გავიზარდე რა. აქ სავარაუდოდ ხელოსნები მუშაობენ, იმიტომ რომ აქ რემონტია სახლში. ამ სახლს არ ემონტებ. შენი მამაპაპისეულ სახლს არ ემონტებ, ხო? დიახ. შეიძლება შეჭყეტვა? აიცადე თუ დაიღო ეს კი ბატონო. გაუმარჯოს. გამარჯობა. ეს არის რა? ამ სახლში გაიზარდე ხო გიო? კი, ეს არის ჩემი, სადაც ძალიან პატარა ბავშვობიდან ასე. ფეხი აიდგი აქ? არა, ფეხი არ ამიდგამს აქ. ფეხი ზემოთ სახლში ავედგი, ის სახლი აღარ არის ჩვენი. აქ გადმოვედით, როცა 2 წლის ვიყავი. შენით შვები ამ ყველაფერს? ანუ აი მცენარეების მოვლა გიყვარს? კი. ეგ არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი თერაპია, თუ ვინმეს გაუკეთებია, თუნდაც ერთი ქოთინიდან მეორეში ყვავილი გადაუტანია. მერე ვეღარ ანებებს თავს და მეც ეგრე მოვიწამლე. მე ისა ვარ, უნიჭო ვარ მაგაში. არ უნდა მიფუჭდება. არა, ვიღაცა მიწის რა კაი ხელი გაქვს, არაფერი გადარგე რა და გახმება სხვა გადარგე. ანუ აი მცენარის მოვლა არ არის ჩემი, აი რაღაცნაირად ვერ დავიჯერებ მაგას. კაი, მარტივად გეტყვი, მაგაზეც პასუხისმგებლობის აღება მეზარე. უპასუხისმგებლო ხარ? უპასუხისმგებლო კი არა ვარ, იმდენი პასუხისმგებლობები მაქვს და იმდენი ადამიანი. დაუსხი რა წყალი რა ვიცი. ცალკე გვერდი გავაკეთე და გუში ვნახე 35000 გამომწერი აქვს მარტო იმ გვერდს ცალკე. სუხიტას ბაღს. სუხიტას ბაღი ასე ქვია. ხო და ახლა მიმართულება იქ უკვე ამ ბაღის ამბების გაქვს შესაძლებელი. აი ყველაფერი რაც კი ხდება, რაც გადავრგე, არ გადავრგე, კითხულობენ მუხებს რომ ჰქონდა რა ქვია, ხოჭო ჰქონდა,
იმას როგორ არის გამბავი რითი შეწამლე ბრატ, იქ ხომ ეგრე არ უნდა. ანუ დიდი დისკუსია არის. სერიოზული დისკუსია ეგ. ხო და ეგ დისკუსია მაინტერესებს მე და აი რაღაცეები მინდა რომ დაემატე გვერდს და დამატებული ვარ. ჩაგიტრევე ჩვეულებრივ. ეგ აღარ გექნება, რომ აი პასუხისმგებლობა, რა პასუხისმგებლობა უნდა? უბრალოდ დასხაც. მე არ მცალია მისთვის აი ღმერთ რო იღვიძებ დილით როგორ არ შეგიძლია რომ წყალი დაასხა. მე სანამ იმ ხამდე მივალ, ჯერ 100 კაცი არის მისახეთ მოსავლელი და მე 100 საქმე. თუ ასლი ხართ მით უმეტეს ერთ გადაინაწილეთ. არ ინაწილებს არავინ და მე მოვალ სად არის? აქვე ვარ წხედაში და ოი დღეში ერთხელ თუ ივლი და ჩემცანარებს მოვლი პრობლემა. არ არის პრობლემა, რამდენს გადაიხდი. დღიურად იღებ თუ თვიურად? ამ ბოლოს მე ვაღებ მაგარ ფულს აკეთებ და მე შენ იღავ მე ძალიან ჩამორჩენილი ვარ მაგამ ბავში, ანუ ბეჭავი აღმოჩნდა. შენ იღადავეთ, აი იმის რა ქვია, ბიგ ბენდის რეპეტიციებს შორის შეგილია? კი ბატონო, მე შემიძლია რომ ჩამოვირბირო. პრობლემა არ არის. გაიცანით ჩემი ახალი მებაღე გიორგი სუხიტაშვილი. სხვა რა დამრჩენია. იცი რა მითხარი? ესეც თუ თქვა შენია და ესეც რა ღობე რატოა? გეტყვი მე. მერე მეტყვი? ხო. ეს ხო ვერ მოვიშორე ეს. აი ნახეთ. ჩანთოსანი დაიძრა ახლა მოდის. თან რა ჩქარა მოდის, რა ეჩქარება. ოკუპანტი. მამაჩემის ოკუპაციას ვაჩერებ აქ, იმიტომ რომ მასთან ცოტა ესეთი ურთიერთობა მაქვს რა. Facebook-ზე ვინც ადევნებს თვალყურს, ოკუპანტი მამა ესე არის რა. მეზობელი მამა ოკუპანტი. მისი პერსონაჟი ეგრე არის პოზიცია. ანუ უამრავი სახელი ჩანთოსანი ოკუპანტი. მეზობელი მამა. რატო ცდილობს გადმოგიწიოს საზღვარი? ცდილობს, უბრალოდ შენ უნდა ნახო ისე. მე ვარ აოხრებული. რატო? დედის სახით მე დამიტოვა გარნიზონი აქ. ბაზარი. ბაზარი დაცემული, აი ვერ გადის ჩვენთან ხო ეგ არის. იქით არის ცხინვალის მხარეს. რუსული ბაზები, აქ მამა ჩემა დააყენა. ურთულესი რამის მართვა მიწევს მე. დედა, ესე იგი შენ რაღაც ისეთი გეოპოლიტიკური ისინიც გაქვს. გამოწვევებია გარდა მებაღეობისა. ბავშვობიდან. ისე ხუმრობის გარეშე ეს მხარე იმდენად სახიფათო არის მაგ კუთხით. ისე რამდენი კილომეტრია ეგრეთ წოდებულ საზღვრამდე? აქედან დაახლოებით 20. აი აქედან დაახლოებით 20. უკვე იქ და თუმცა ეგ 20 არის ტრასით, თორე შეს აქ სოფელი ქვეშია ახლომახლოს, სადაც ეგ ხო უსწორმასწორად არიან შემოჭრილები. ხო და თან ნელ-ნელა მოიწევენ. სხვადასხვა ეხლა აქედან სხვადასხვა ეს მცოცავი ოკუპაციის ეს მავთულხლართი სხვადასხვა დისტანციაზეა რა. შეიძლება 10 კილომეტრში იყოს ან 12-ში. აქვე რა. ხო და ხშირად მაქვს ხოლმე ეგ ფიქრი, რომ აი რო აკეთებ ამას ერთ დღეს შეიძლება არ იყოს შენი. აი მე. კი, მე აი 2008-ში აი ეს ბოსელი იყო, მაშინ საქონელი ყავდა და იქ დავდექი ეს აქაურობა არ იყო ესე. და სახს ვიმახსოვრებდი როგორ დგას, თვალები დახუჭეს, სუნი, ქარი, ხმა, ყველაფერს ვიმახსოვრებ შეგრძნების დონეზე, რომ ეს ხდება 10 აგვისტოს. 10 აგვისტოს რომ უყურებ ამას, რომ იმიტომ რომ აქ ცეცხლი წაუკიდეს სახლებს, იქით ტყვიავში უბედურებები ატრიალეს, ანუ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო და მაშინ ახლა არც სოციალური ქსელი იყო ესე განვითარებული, არც ტელეფონები არ იყო, რაღაცა კამერებით გადაგეღო რაღაცეები. ამიტომ ეს საკმაოდ ემოციური იყო. დღემდე არ ეხა კი ვხუმრობ ხოლმე ეს რაღაცეებზე, მაგრამ ეს არის ჩვენი თანმდევი, ჩემი ბავშვობიდან ეს ასიასო. აბა, მართლა რა უკვე რამდენი წელია ეგ შიში არსებობს და ამ მხარეში ვინც ცხოვრობს, იმისთვის ალბათ კიდე განსაკუთრებული. აქ ამ მხარეში სხვადასხვა 2008 წლის ომი რო იყო, ამ მხარეში მანამდე სულ იყო 90-იანებიდან მოყოლებული. სულ იყო ეს. უბრალოდ დანარჩენ საქართველოში ასე არ იგრძნობოდა ეს ყველაფერი. მე ამით არ ვაკნინებ დანარჩენი საქართველოს არც დამოკიდებულებას, არც ღვაწლს, არაფერს, მაგრამ ვინც აქ უშუალოდ ცხოვრობენ, მათთვის სიახლე აღმოჩნდა 2008. 2008 იყო იმ ყველაფრის რაღაცა ერთი ეტაპი, რომელიც განხორციელდა. მე მჯერა რომ ჩემ სიცოცხლეში ვნახავ თავისუფალს ჩემ ქვეყანას. როგორ ამბობენ ერთი შებერვით ჩაიფიქრო და ერთი შებერვით თუ როგორ არის? იმედია წნევარ დაგივარდება ამ ერთ შებერვაზე. მიდი აბა ცადე. ცადოთ. რა თქინები? ესე იგი სურვილი უნდა ჩაიფიქრო, ხო ეგრეა? და თუ ერთი შებერვით შეიძლება შეგიკვეთო სურვილი.
აცლი ამ მემებს, აგისრულდება. შეგიკვეთო? აი რაზეც საუბრობდით, ეგ აგვისრულოს, მიდი. აუ, ეხა რო ვერ ვქნა? მაინც ვერ შვებით და მიდი. დავამონტაჟოთ მე ისე რომ. აი, დედას უტირებთ, მიდი. ქნა. ანუ ეგრე იქნება. იცოდეთ, რომ ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს, იცოდეთ. ეხა მომიყევი შენს სახლზე. ეს არის სუხიტას სახლი, სახლუკა, ესე დაერქვა მე, ანუ პატარაა ძალიან და ესეთი სურვილი მქონდა, რომ ძალიან პატარა ყოფილიყო. ხო. იმიტომ რომ დიდი სახლი კი ხედავთ რა მხელა არის წამოჭიმული, მართლა კი არა, მაგ ცივიომი კი არა, მომაჩენთან. ხო და შესაბამისად, როცა ბევრი სტუმარი არის, ვართ იქ და როცა ეს ვიწრო წრი არის, აი ჩემი სამეგობრო ზამთარში ხშირად ჩამოდიან ხოლმე და რო შემოხვალთ კი ნახავთ, ძალიან პატარა რა. და ერთმანეთს ხედავთ ხოლმე და ძალიან ბედნიერად ვართ რა, ანუ აი ერთად ცხოვრობთ. უკუდროთ და ხო. იაიაო. ნახლობ. ხო და ეს არის უკვე 3 წელია აქ დგას. ყველაფერს მეუღლი. ეხლა ცოტა გასეთიბია, იმიტომ რომ თბილისში მომიწია წასვლამდე წვიმები და ემთხვა და ძალიან მალე იზრდება ბალახი. და აი რა ხესაც ხედავთ, გარდა დიდი ხეებისა, რაც არის, რა ხეებსაც ხედავ, ყველაფერი ჩემი ხელი დარგული. შენით თიბავ? ყველაფერს ჩემი თვალით. სადა გაქაბა სათიბი? საწყობში. ენა საწყობიც გაჩვენო. ყველაფერი უნდა შევამოწმო. სამო, ერთ პატარა საწყობს გაჩვენებ ჯერ. ეს არის ეხლა ნახოთ როგორი მოწესრიგებულია. ეს არის სახლუკას ქოხუკა, ასე ქვია რა. სახლუკას ქოხუკა. მოგძანდით. ნახე რა ჩაწიკწიკებულია ყველაფერი. ანუ შეგიძლიათ შემოვძანეთ, აქ არის უამრავი რამე, რაც აი კაცებს ძალიან უყვართ. აი ტაჩილები, ელემენტები, სვარკის აპარატი, ანუ შედუღების აპარატი, ჯონჯოლი, უთხსახეხის უამრავი ვერსია, ჯონჯლის წნილი, ლობიო. კიდე რა არის? ნუ, კაბელები, ჰერმეტიკები, აქ უამრავი ხელსაწყო რაც ნიშნავს. გამოსასწვლის სამოსი, ბათინგები, ტვერსასრუტი, უამრავი ელექტროდები, რა აღარა მაქვს. ყველაფერი გაქვს მართლა. აგერ ჩაფხუტებიც გაქვს. ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად მზად. სრულიად მზადყოფნაში. მზად ვარ, რომ აი რაც კი მჭირდება, იშვიათია რომ მე აქედან სადმე წავიდე, აი ეს რომ დამჭირდეს და ვერ. თან ვცდილობ რომ ჩემით გავაკეთო რაღაცეები. და ისე ამ სახლის მშენებლობაში შენ იყავი თვითონ ჩართული? კი, ფულს ვიხდიდი. რა დაგიჯდა კვადრატული? ეგ არის აი ანუ ის ტიპი არ ხარ ხო? აი შენით გაარემონტო, შენით კი, რაღაც. ყველაფერს ჩემით ვაკეთებ ძირითადად. ამ ხელას სახლს უბრალოდ ფიზიკურად ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა სახლის გაკეთება. ხო. თუმცა ის ელემენტარული რაც გჭირდება, აი თარო მიამაგრე მაგალითად, ამას აკეთებ რა. სკაპ მიამაგრეთ. ეხლა აი ეს აქ ხომ წვადები იწובה ხოლმე? კი, აქ წვადები იწובה ხოლმე. ეხლა მანდ არის ისე რა ვქო, ნაგავსაყრელი. ეს არის მეორე ისეთი ცოტა რაც გაინტერესებდა შენ. მე ხო საერთოდ ბევრს მაინტერესებს უკანა სამზარეულო. ეს არის სათიბი. ეს მინდა ბაღში დავდგა სუხიტაზე. ეს ერთი წამი. ამოიღე. ერთი წამი. ეს უნდა მე რა მოიღო ძალიან დიდია, მძიმეა, თუნუქისა, სუხიტას ბაღი. და ეს უნდა დადგა შემოსახვევთან? ბაღში დავდგა, შემოსახვევთან ეხლა მთლად ესე არ გავკადნიერდები და სოფელს თავს არ მოვახვევ ჩემს რაღაცებს. აი ეს სათიბი რო გაინტერესებდა, მეორე სათიბიც მაქვს. ეს გაზონის საკრეჭი. მეორეც მაქვს. ეს არის საარაყე ქვაბი, რო იცოდე მაინც. ძაღლის საჭმელი, საძვავი მაქვს, მზად ვარ ყველაფრის. არაყს ხდი ხოლმე? შამქიმიკატები აქეთ არის, სამღებრო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტექნიკა აქ არის. ჩიტი თუ შემთხვევით შემობოდიალდება, მაქვს მისთვის ჩიტის სამყოფის გაქვს. მოკლედ რა, ყოჩახ. ეხლა ცოტა არეული მაქვს, იმიტომ უნდა შევფუთო ეს და ყოჩახ რა, ყოჩახ. ძალიან მომწონს. მომწონს შემართება. ბარი თოხი თუ გიდათ ბარი თოხი ფიწალი არის, ყველაფერი არის. აბსოლუტურად ყველაფერი. რამე საქმე თუ გვაქვს მოგეხმარები ეხა უსასწრაფოდ. ყვავილი ვერ მოგირწყვია შვილო ეხა და რაზე მელაპარაკებით, რა საქმე. ეს აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება ეს პანდემიამ გიბიძგა თუ როგორც ყველას დაბრუნება ასე ვთქვა თავის. მე არც წავსულ ვარ აქედან ასე აი იმ გაგებით რომ დასაბრუნებელი ყოფილიყავი მე არ გამიწყვეტია კომუნიკაცია აქ ჩემ მოხუცები ცხოვრობდნენ
ნახე მაგ ეგვით და ხო და პაპასთან 2018-ში ბებო გარდაიცვალა და მე 2 დღეში ერთხელ პაპასთან ჩამოვიდოდი 2018 წლიდან 2022-ის ჩათვლით რა, ანუ მაისის ჩათვლით ყოველ მეორე დღეს ჩამოვდიოდი. მე თუ არ ვიყავი საქართველოში, ვინმე ჩამოდიოდა ყოველ და პაპაჩემს ტელეფონი არ ქონდა, ვერ იყენებდა, ამიტომ ის უყურებდა გზას. იცოდი რომ მოვდიოდი? ა? როგორ ახარ? და ეს ჩემთვის იყო ის რომ მე სულ უნდა ჩამოსულიყავი. და რაც შეეხება უკვე აქაურობას, ძალიან ბევრი რაღაცა. პაპაჩემის ცოცხლეში დავრგეთ აქ მე და პაპაჩემა. 3 მუხა, 3 ნეკერჩხალი, პირველი მას გავასხლევინე. პატარები რო იყო რომ მინდოდა რომ ერთად დაგვეწყო რაღაც. ადრე თუ გვიან არ ჩვენ არ ვიქნებით და რო ვიცოდი რომ პაპაჩემი უკვე ასაკში იყო, მინდოდა ჩემი რაღაც დაწყებულიყო რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანები ამბობენ რომ ვერ ჩავალ იქ, იმიტომ რომ ისინი აღარ არიან. მე უნდა მქონდა ჩემი დაწყებული რაღაც, რაც პასუხისმგებლობა რაც ახსენე შენ, ის არ მომასვენებდა იქ თბილისში. თუ სურვილი გაქვს, ისიამოვნებ, თან თუ შენი მიწა ეხლა აქ ყველაფერი არის ნაცნობი. ყველაფერს ვიცნობ, ახლა იქით ამ ხარეს პაპაჩემის გამოთლილი საერებია, ჯერ კიდე იმას ვიყენებ ხეებზე რა, იმ გასამაგრებლად რა. იმიტომ რომ რაღაცა ჯერ კიდე ეს თანამონაწილეობა და პაპაჩემთან კომუნიკაცია მუდმივად გრძელდება და ალბათ ესე იქნება, იმიტომ რომ ყველაფერზე მახსენდებიან ისინი. მაგაზე დგას რეალურად ეს ჩვენი ცხოვრებაც მაგაზე დგას. მე სულ ეგ ბმული ლინკი, ემოციური კავშირი მაქვს ხოლმე, როცა ჩავდივარ ჩემი სოფლის სახლში. იქ რო ჩავალ და ან ალუბალს მოვწყვეტ, ან პიტნას მოვტეხავრო, ჩაიში ჩავაგდო, სულ მაქვს ის მომენტი, რომ აი ეს ბებიაჩემა და პაპაჩემა დარგეს და მაშინ როგორი გემოც ქონდა, ისეთი გემო აქვს იმას და აი ეგ ალბათ ეგ არის რაც ყველაზე მეტ სტიმულს გაძლევს. შენ ბაღი აქ დამთავრებული? ბაღი კარალეთში დავიწყე, მე გორში. მე თიანეთში. ხო გაია მე. მაგარია. ეხლა რო გაველი ხო მახსენდება იქ ჩემი? მეც უნდა ჩავიდე იმ ბაღში და მე მინდა რომ ჩემს YouTube არხის გამომწერებსაც ვაჩვენო. ეს არის ჩხიკვი რო იცოდე. სახელიც გექნება დარქმეული მაქვს. ბაღის ჩხიკვია, იმიტომ რომ აქ გაიზარდა ეგა რა და ესე დაფრინავს. ეხლა ეჭვიანობს ესერი ვინ არიან, იმიტომ რომ მე რო ბაღში რო ვარ, აი ეს ხო დავდივარ და დამყვება დაჯდება იქ. ეხლა ჩხავის იქიდან რა ხდება ძმაო? აგე? აგე? საშინელი ხმა. კარგად არის ყველაფერი. გამოიწერეთ ჩვენი არხი. ჩხიკვიღა გაკლია გამომწე. ყვავი ჩხიკვის მამიდაც მჭირდება. პაპაჩემთან რო ჩამოვდიოდი, ყოველ მეორე დღეს ჯერ ვიდეოების გადაღება არ დამიწყე, შემთხვევით რაღაცა სხვა რაღაცას ვიღებდი, პაპაჩემი მოხვდა კაცში და ძალიან გაიხარა ხალხმა. და მე ითხოვდნენ რომ გადაიღე კიდე, იმიტომ რომ თან ოღონდ პაპაჩემს ვაფრთხილდი, პაპა. თან ლაივში გავდიოდი, ლაივია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანებს მეტი იმ წუთში კომუნიკაცია, კომენტარს გიწერენ, მიდიება ეს ხემი, პაპაჩემს წერ უკვე ვეღარ იპარსავდა, წერს მე ვპარსავდი, თავს ბანდი და ეს ყველაფერი კადრებით იყო ეს და ვიღაცები ამბობდნენ რომ ანუ შენ ხარ ღვთისნია, სვეუნები ხალხო, ოჯახის წევრია, მის ხელში გავიზარდე. ანუ არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის, პაპაჩემი ვის გვერდზეც ვიწექი, ვიც მიკითხავდა რაღაცებს, ვისთან ერთად რაღაცებს ჩალიჩობდი, უცებ ეხა ის კაცი დაუძლურდა, ანუ ასაკი მოუვიდა და თვითონვე მითხარო, ჩემთვის ძალიან ძიმე დღე იყო, როცა მითხარო ვეღარ ვიპარსავ წერსო. თვითონ მითხარო ვეღარ ვხედაო და თუ შეგიძლიაო რომ მომეხმარო და რომ აი იქ მოვკვდი, აი გავნადგურდი, არ ხვდები რომ ახლოვდება რა, რაღაც განშორება მოდის და ანუ ძალიან ვინერვიულე მაშინ გავპარსე ეს წვერი და მე რა თქმა უნდა სხვა შემდგომი წვერის პარსები იყო მხიარულება რა, იმიტომ ძალიან ვერთობოდი ხოლმე მაგაზე, მაგრამ ეს მე გვიან მივხვდი კიდე რაღაცეებს. მე დავკარგი დრო. მაგას ვამბობ ხოლმე მე. დრო აი მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ბევრი წელი გავატარე მასთან აი ეს ძალიან ახლოს. მაინც ვთვლი რომ დავკარგი. მეტი გინდოდა. ხო მეტი აი რაც უკვე ხვდებოდი რომ უკვე მთავრდებოდა რაღაც ეტაპი ისინი წავიდოდნენ ჩემგან და ჩემთვის ეს იყო სინანული კიდე იმის რომ მეტი უნდა გამეკეთებინა და ვერ შევძელი მეტი საკეთება. ეხა ერთი საკითხი მაინტერესებს. მიდი. არის ეგ მუსირებს ეგ აზრი, შვილიშვილები გვინდა? გასცი გამეცა ეხლა. რას აკეთებ, რას უზიხარ, დარწმუნებული ვარ არის მეცადინეობ. ჯერ სწავლას უნდა მივიღო. მეცადინეობ, კვალიფიკაციას ვიმაღლებ. ესე არ არის, მე არ შემიძლია ესე დილეტანტურად რამე ვაკეთო. დაფიქრებით და რუდუნებით არის.
სასოებით საკეთებელი. როდის იცავ სამაგისტროს? აი დისერტაციის დაცვაზე დავდივარ ჯერ. დისერტაციის დაცვაზე დაგპატიჟე ძალიან გთხოვ. ძალიან ცუდ რამეს მთხოვთ. არის ხო, ეგ არის რაღაც. პრეზენტაციაზე დაგპატიჟე. ჩვენი სოციალური ის არის ხო, კი, მაგრად არის. ძალიან რთულად არის. აი ეხლა აბსოლუტურად სერიოზულად ვთქვათ ეგ. ჩემზე უკეთ არავინ არ იცის ჩემი დროის გასვლა. მე ძალიან კარგად გრძნობ ჩემს მდგომარეობას, ჩემს ასაკს. მე კარგად მესმის ჩემი საათის ხმა. მე კარგად მესმის ჩემი პასუხისმგებლობები, ჩემი გამოცდილებები მათ შორის. ანუ ადამიანები თვლიან რომ მე იმდენად დებილი ვარ, რომ მე ვერ ხვდები, ანუ რომ მე ასაკი მემატება, რომ მე უნდა გავუმრავლდებ რაღაცეები და იმათმა იციან. რა თქმა და უნდა. ეს ხალხი გულ შემატკივრობს რომ მე სადმე დავკავდე ამ საქმით რა. კარგი, უნდა ჩემთვის. მიდი, აი რას ელოდები? მაგეზოში ბავშვებმა უნდა ირბინონ. შენი დედა. გავიგე. წამოდი სახლი მაჩვენე, წამოდი. ზოდი შედი რა ვიცი. სხვათა შორის თუ თქვენ რომ დარეკეთ, მართლა მუშაობდი, მე მართლა აქედან მუშაობ. ხო, ვიცი. იმიტომ რომ კონცერტები არა მაქვს. აღარ არის ბატონო, ძალიან ცოტა არის. კონცერტები მართლა არ არის. და რაც არის, ისიც ამიტომ სხვა საქმიანობას მივყავი ხელი რა. უი, რა სიგრილეა, მოდით. მოგზანდით. მარჯვენა ფეხით, აჰა. აი ასე დავინახეთ ხო რომ მოხვედით. ჩემი მანქანა ყავს კადრში. კი. აუ, რა საყვარელი პატარა კუსკუსა სტუდიო გაქვს. ხო ეს არის ბუნაგი პაცია რა. აი, შენ და პაპა. კი, ეს უცნობმა გამომწერმა გამოაგზავნა აუ, რა მაგარია. აჭარიდან. ძალიან მაგარია. მე არ მახსოვს როდის დავიწყე სიმღერა. ეგ არ მახსოვს, ანუ რომ ასე მოვდივარ მე იმიტომ რომ ჩვეების ვიყავი რომ ვიმეორებდი მამაჩემი რასაც იმღერებდა, მე იმ მელოდიას ვიმეორებდი. სადღაც მაქვს მოსმენილი შენს ინტერვიუში, რომ ვინცო ვერ მღეროდაო, ისო ავად მეგონა იყო. კი. ეგ იყო საბავშვო ბაღში, გუნდში ხო დაგვაყენებდნენ და ანუ გვერდზე ხო გიდგას ვიღაცა და ის უკრავს და შენ მღერი და უცებ ამას უყურებ და მოიცი რომ ჩუმდები და სახში მოდივე დე ავად არიან ისინი, იმიტომ რომ მეგონა რომ აი რაღაცა ჭირდა იმას, რანაირად შეიძლება ტონში ვერ იყოს რა და ხო. მე რომ მივხვდი თურმე ძალიან ბევრი ყოფილა ავად მაგ მიმართულებით. ჩემი კოლეგებიც. აი თქვენ რომ მოხვდეთ მაგალითად ეხა ციფრებს ვითვლით. რის ციფრებს? მე მუშაობ კომპანიებში. ოღონდ ფინანსურ კომპანიებში, რომელიც კავშირში არ არის ჩემ პროფესიასთან. ხო. და მუშაობ, სულ სხვა რამეს აკეთებ? სულ სხვა რამეს. რაც არავინ არ იცის. მუსიკასაც არავინ არ იცის და არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ არც არის საინტერესო ეგ ხალხისთვის, ანუ ის სულ სხვა სფეროა, სულ სხვა სამყაროა. რატო ჩემთვის ძალიან მე არ ვიცი, მე ხელოვანის რაღაცა მეორე მხარე რა. თუ ვინმე მკითხავს, ანუ საქართველოში მე აი კონცერტი მე როგორც წარმომიდგენია 20 წელზე მეტია სცენაზე ვარ. კონცერტი როგორც წარმომიდგენია უკან ორკესტრია და დარბაზში მაყურებელი, ეგეთი კონცერტი მე წელს საქართველოში არ მქონია. ანუ ივლისია, ხო? ხო. დასრულდება ივლისი, მალე მე საქართველოში არ მქონია კონცერტი. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მქონდა კონცერტი, აქ არა. და ვინმეს თუ გონია რომ უბრალოდ ჩვენ მე პირადად რამე სხვა შემოსავალი მქონდა გარდა სიმღერისა, არა, უბრალოდ განაპირობა წლების წინ მივხვდი რომ მე რაღაცა სხვა ჩემი უნარები რაც გამაჩნდა და თვისებები და გამოცდილება ის უნდა გამოვიყენო იმაში რომ მე შემოსავლის სხვა დამატებითი წყარო გავიჩინო რომ ბოლოს მართლა მათხოვრად არ ვიქცი ან რაღაცა 20 წლის წინ ვაკეთებდი რესტორანში რომ მღეროდი მე არ ვაკნინებ ამას ხშირად ჩვენი საზოგადოება დღეს აღარ გინდა უბრალოდ ანუ ძალიან არის ჩასაფრებული რომ რამე ვთქვა რომ არა ანუ იქ რომ მღერიან რა მამაჩემი მღერის მთელი ცხოვრება რესტორანში და წლები გავატარე რესტორანში ამას ყველაზე ცუდი სიმღერა რაც კი მოგივა თავში ნამღერი მაქვს კაიფუიემ ნამღერი მაქვს ჰაბიბი ნამღერი მაქვს არ ვღადაობ ანუ ამ ხალხს გონიათ რომ მე უცებ ასე გადავწყვი და საიდან ციდან ჩამოფრინდი და დავიწყე უცებ ორკესტრი მელოდებოდა არა მე ყველა ეტაპი გავიარე კონკურსები გაიარე მაშინ ვიყავი 16 წლის ვიყავი 15-16 წლის რესტორანებში დავიწყე სიმღერა და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ უკვე 40 წლის ვარ და უკან რო წავიდე მე
და ისე ვიქიდან რომ დავიწყო. მე შეიძლება თავი ჩამოვიკიდო მაგ დროს, იმიტომ რომ მთელი ჩემი 20 წელი და 25 წელი ტყუილად გამივლია მაშინ. მე პროგრესის მომხრე ვარ ყველაფერში. რაღაცა უნდა ვითარდებოდეს და შენ თუ მოგიწია რაღაცის გამო უკან დაბრუნება, ეს ნიშნავს რომ შენ რაღაცა არასწორად განავითარე. მე მაგალითად ზუსტად ვიცი რა არ მინდა, ჩემ პროფესიაში რა კომპრომისი არ წავალ. აი უფრთხილ რას წლები გადის უფრო უფრთხილდები რომ რაც აქამდე მოვიტანე, ასე თუ ისე ითვლება რომ არ ვარ ცუდი მომღერალი, არ ვარ უგემოვნო მომღერალი, ასე ითვლება და მეც ვთვლი რომ ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება, ჩემი წლები განათლება რაც ამაში მივიღე, ანუ არ მინდა რომ ამას ზედ გადავაბიჯო და გავაკეთო ის რაც იყიდება. იმის გაკეთება ძალიან ის ვიცი როგორ კეთდება. აი ის ვიცი რაც მაგრად იყიდება. აი რომ მოვინდომო ჩემზე უკეთ მაგას ვერ ვიცნობ კიდეც ვინ უნდა დაუკრას ის. ყველას ვიცნობ, ყველა რესტორნის მუსიკოს ვიცნობ, აი ასე თუ ისე განსაკუთრებით ცოტა წინათაობების, ვინც მართლა უკრავენ. იმ ფანოხს რაც მაგრად იყიდება, ერთ თვეში ერთ დიდ ალბომს გამოუშვებ რა და ვაცეკვებ მთელ საქართველოს. არ მინდა მაგის კეთება. თუ რა იგარ არის ჩემი. კიდევ არ ვაკნინებ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მაქვს ნანახი, ბევრს ვიცნობ, ბევრის ხელში გავიზარდე მათ შორის. ჩემ სახლში ხდებოდა ეგ ყველაფერი. ამიტომ მე მაგას ვერც ვიკადრებ, მაგრამ მე ეგ არ მინდა. გასაგები. ეხა მითხარი შენი გულწრფელი აზრი პირდაპირ აცაბაცაზე. შენი ძმის ვერ გეტყვით. რათა? არ მიმაჩნია ეგ ანუ ზოგადად მუსიკად და ამიტომ. არა, პროექტი ზოგადად რა. პროექტი ეხლა ამგვაღლონტმა რომ პროექტის კეთება იცის. ეგ დაამტკიცა 30 წლის წინ. როდის მამუკას აქვს გენერატორი თავში, რომელიც აი არსაიდან დაბადებს რაღაცა იდეას. ეს ჩემი შლეგიანი ძმაც გადასარევი ტვინის პატრონია და ნიჭიერი, ნიჭის. ხო და ამიტომ არიან თიკა და ჰოლა, დადიან ერთად. აი აცაბაცა სახელი რაც ქვია, რო აი ეგ არის. ვიღაცისთვის ეგ ხუმრობა, ღადაობა, გლიცინია, მაგრამ არა, სოციალური დიდი დატვირთვაც აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. მე ეგ იდეა მომწონს, თორე ხა მუსიკალურად რანაირად უნდა შევაფასო ახლა სიგიჟე კაცო. 10 ბალიანი სისტემით შევაფასოთ მუსიკალურად? ნუ ვერ შევაფასე. გამარჯობა. რა კაი სტუმრები როგორ ხართ? არა, მიშავს ვადლობა, თავად როგორ გიკითხოთ. გიორგი, რა ლამაზი დედა ყოლია. როგორი ბავშვი იყო? ცელკი, საშინელი ცელკი, არ ვიცი, როგორი ცელკი იყო, იცით, რომ იცოდა რომ ვარდებოდა საიდანღაც, მაგრამ მაინც ადიოდა. ფესტივალი თუ რაღაც კონკურსი იყო, აღარ მახსოვს მორიგი და მე კრევზე დავდიოდი ხოლმე ჩუმჩუმად რა. პარასკევი დღე იყო, სპარინგის დღე და მოკლედ ჩაფხუთში მომხდა მაგრად და ესე მქონდა დალურჯებული ეს ადგილი და მამა ჩემო მაგრა ის იმსახტა. მონი ჩხუბიანი მღერა შენი. ხელები რას გიგავს, ხელები დაყლეფილი მქონდა. რას აგეხარი? ხო და მაშინ ხო არ იყო პუდრა თუ რაღაცე მეზვა ესე სახეზე. პარასკევს იყო ეგ სპარინგის დღე და შაბათს გორის კულტურის სახლში იყო ეგ ჩემი გამოსვლა. მოკლედ, ბევრი პარალელური ცხოვრებით ცხოვრობდა. ეხლაც ეგ. კი. სკოლაჩხუბარი იყო, სკოლაში ჩხუბობდა? დედა ჩემთან ეგ ამბავი არ მოგია. ჩემთან არ მოხონდა, თარცლევანს მოხონდა ამბავი არც ამას. ხელოსანი ყავდა. ნაცემები მოდიოდნენ, მაგრამ ის არ მეუბნებოდნენ ცოცხალი თავით. აი ესე ვიღაცისგან თუ გავიგებდი მასწავლებლებისგან, ან ბავშვებისგან, თან ისინიც მეხვეწებოდნენ არ უთხრაო და აი ესე ვიყავი რა. არც ამათ მეუბნებოდი, არც იმათ მეუბნებოდი არაფერს. იმ დღეს ხელოსანი ყავდა რა და იმან გამახსენა შენო იმას რო ეჩხუბეო ხელთათმანებითო სტადიონზე, ანუ სულ რაღაცა ჩხუბები ქონდა, სულ აი შიდა ქართლში ვართ ახლა. აქ ანუ არც ინტერნეტი იყო, შუქი არ იყო, რაღაცა ხო გჭირდებოდა ადრენალინი, გასართობი, არც Counter Strike იყო ჩვენ დროს და PlayStation. არაფერი არ იყო, ამ შუქით ძალიან იშვიათად მოდიოდა, ამიტომ. ჩხუბი და მუშტიკრივი იყო, კაი გასართობი. მაგიტო არის მოჭიდავეები, აკაურები. ქართველები. ხო, აქ ეგ იყო ჩვენი. ყოველდღიური ოლიმპიადა გქონდა აქ. არ მართლა, რომ აქ ეგ იყო. გასართობი რა უნდა ყოფილიყო.
სტადიონიც მე გავაკეთეს აქ. ჩვენ სტადიონი გავაკეთეთ ბავშვებმა, ბავშვობაში. ავიცი ეხლა რამდენიმე გადამიხადო რომ მაგდენი ქვა ვზიდო რა. ბავშვებმა გავასუფთავეთ ერთი 3 მანქანა ქვა გამოვზიდეთ ტერიტორიიდან, სადაც პატარა სტადიონი გვინდა გავაკეთებინა რა. მაშინ არ იყო არავინ არაფერს არ გაგიკეთებდა რა. ბურთი ერთ ბურთს კერავდით, ერთი 3-4 თვე ვაცოცხლებდით ერთ ბურთს. რო რაღაცა ხან მას ჩავდებით სხვა კამერას ჩავდებით შიგნით, ხანც ეხა ბუთო თუ ნახავს ჩემ ბავშვობის მეგობარი, ბუთო ყველაზე კარგად კერავდა რა ბუთებს რა. იმიტომ ნაკერს შიგნიდან კარგად კერავდა, ის იყო მაგის. მე კამერა უნდა მომეტანა. მერე მივდიოდით ვაგროვებდით რაღაცეებს ან სპილენს ან ჯარს და რაღაცეებს და მაგას ვაბარებდით რომ ახალი ბურთი გვეყიდა. აი რეები გამოვიარეთ. ჩვენი ბავშვობა სულ სხვანაირი იყო. ამიტომ იქ რომ მიდიხარ და დედამარიცის დილით გადიხარ საღამოს მოდიხარ. ეხა ფერმებში რომ მიდიხარ, ძველ დანგრეულ ფერმებში და პატარა იმას რო ეძებ, სპილენძის ხვეულა რო სადმე უნდა იპოვო. იქ ხან ძაღლი გამოგეკიდება, ხან ვიღაცა თოფით მოგდევს ყარაული, ხან ანუ ეს სულ თავგადასავალი იყო, სულ და რისკი. ამიტომ ვერ შევადრი ეხლა აი ბავშვების ცხოვრება ჩვენ ხო, მეგონა სადღაც თამაშობდა უბანში და საღამოს რო აღარ მოვიდო და მერე გამოვაცხადებდი ძებნას. ხელს შუაღამემდე ვეძებეთ, ვერ მიპოვეთ. ბოლოს ვიღაცა მითხრა მგონი ეგენი კიბორჩხალის დასაჭერად წავიდენო, ღამის 2 საათია. რა დროს კიბორჩხალის ბაზე ვიყავით, ღამის 3 საათზე ჩამოვიდნენ. გორთან ახლოს არის ის კიბორჩხალა. კი, ერთი ვედრა კიბორჩხალა ქონდა დაჭერილი. და თურმე შუაღამისას უნდა დაიჭირო კიბორჩხალა. ნაპირზე გამოდიოდნენ შუაღამისას. აი, რა ვიცი, რა უნდა მეთქვა, აღარაფერი მეთქვავს, რაღაც ცოცხალი ვიპოვეთ, რაღაც დავეძებდი. და გორში ცხოვრობდით სამხედრო ქალაქთან და მოგიყვებით. და რითი თამაშობდნენ, ტანკებში თამაშობდნენ. რაღაცა ნაღმებს პოულობდნენ, იმეები თამაშობდნენ. ხან რას მომიტანდნენ, ხან რას სახლში მაგიჟებდნენ. სახლის ავსე ქონდა ლიმოკის მე კაფსულებით უნდა რა თქმა უნდა ინვენტარი, ჭიქა, კაბურები რაღაცების უქონდა, მაგრამ სამხედრო ლიმოკის კაფსულები რომელიც რო გადააგდებდი 9 მეტრ ღრმულს აკეთებდა მიწაზე რა, იმ ხელაზე ფეთქდებოდა. რა ჩვენ რა როგორ გადავშით? მე ეხლა რო ვფიქრობდი, მე რო შილი მყავდეს და მან სატანკო ბატალიონში დავდიოდით, ეხლა როგორ იყო ის სახლში ვერ გააჩერდებოდა ამდენი ხანი რა. სადღაც ხო უნდა გავსულიყავი და 50-100 მეტრში იყო სატანკო ბატალიონი, რომელიდანაც გავიდა რუსული ჯარი, დატოვეს სხვათა შორის ფერდობზე რაც დატოვეს ტანკები და BRDM-ები, ნახევარზე მეტი კი ააფეთქეს, მაგრამ ნახევარზე მეტი ფუნქციური იყო, მაგალითად თავი ტრიალი და ანუ ჩაოლები ის ნაღმები და ისინი მოხდა ნაღმული ქონდათ. ჩვენთვის ეგ რა იყო, მაგალითად ტაქტიკური მოსამზადებელი ლაბირინთები რაც ქონდათ მიწაში, იქ რო შევდიოდი ჩუქი ხო არ იყო, იქ რო დავკარგულიყავთ პატრონი ვერ გიპოვიდა, ლაბირინთი იყო მოსამზადებელი ტაქტიკური. გვირაბებია. იქ შევდიოდით ბავშვები. ერთხელ წამოვიღეთ ტომრებით დიმოვი შაშხას რო ეძახია რა, ოღონდ სამხედრო. და სკოლაში გავუშვით. ეხლა რაღაც მომკითხავენ, არავინ არ იცოდა ეგ ჩვენ რომ ქენთ. 3 დღე სასწავლო პროცესი იყო გაჩერებული. დავაკვამლიანე. ეგ მე არ ვიცი. დავაკვამლიანე თელი სკოლა. აი გავაუბედურეთ თელი. იმაუშკებს რო ეძახი. ხო, მაგრამ ის სამხედრო იყო. უფრო ნამდვილი ეფექტური, ანუ რაღაცა ბეჟი კვამლი ქონდა, უბედური რა. და სულიც ალბათ. და როგორ გავიყავით, იცი, ანუ კილოობით რა პარკებით რა ბავშვებმა რა, ტომრით ვიპოვეთ რა ეხა. ხო. ჯერ ხო უნდა მივხვდარიყავით რა იყო. რა აღარ ვქენით ხან წყალში ჩავყარეთ, რეაქციაში შევიდოთ და მე აღმოაჩინეთ რომ ეგ იყო. ერთხელ დიდი საბურავი დავაგორეთ მთიდან. გორში. სამხედრო მანქანის ალბათ. ხო, დიდი საბურავი უშველებ, ჩვენზე ბევრად მაღალი, ძლივს წამოვაყენეთ ეს რა. და შუშებიან მაღაზიასთან რაღაცას დაეჯახა რა ზერში. აი ეს რა ისტორიებია. უამრავი, აი მავნებლობის, ავი 10 თავი იქნებოდა დასაწერი, იმდენი გვაგაკეთებდა. ხო მოიტანდნენ. მალავდნენ. მე რო არ მე ხო პოულობდი ახლა სახლის იქით სად წაიღებდნენ. აღარ ვიცოდი სად უნდა გადამეყარა. ნაგვის ყუთში ვერ ჩააგდებდი, სახლში ვერ აი სად უნდა წამეღო, რა უნდა მეკრა იცი. მაგარი შეიარაღება ქონდა.
ერთი საწყალი გურამი ხანიშვილი ყავდა მეზობელი და ვაიმე გურამ რა მიშველე ესენი მომაშორე სადმე გადაყარდა იმ კაც სვატანდი ხოლმე სადმე ჰქონდა არ ვიცი ეთქობა ისევ იქა ჰქონდა საწყალს ერთხელ корпуსის წინ დავშალეთ დიდი სნარიადის ისა რა ქვია ტყვია რა უშველებელი რა ოღონდ გვერდზე აი ეხლა რო ვფიქრობ იმ კაცებს წინ გვერდზე ტიპები დომინოს თამაშობდნენ და აი აქ რო ბავშვი შლიდეს ბავშვები ჩვეულებრივი ამბავი და ჩაკუჩით შლით ტყვია შლით ანუ შიგნიდან გადმოვყარეთ მე ეს წამალი რაც უნდა აალდეს და გაისროლოს და მონადირეებს ვაჩუქეთ აქ სოფელში ჩამოუტანეთ ეს მაკარონებით ფორმა ქონდა აი კონტრაბანდაში ვიყავით ჩართული ანუ იარაღის დაშლა ყიდვა გაყიდვაში ვიყავით ბავშვები ჩართული აი ახლა მასინა თეზოს ვალაგებდი აი აქ და ტყვიები ხო ვიპოვე და ის ტანქსაწინააღმდეგო ნაღმივი ვიპოვე აქ სულ ეს ამბავი იყო რაიონში, სოფელში, იქ სამხედრო ქალაქთან ცხოვრობდით, აქ კიდე ცხინვალის გზაზე წადი, მოდი, ტანკი, ბეტერი, სად მიდიოდნენ ეს ბავშვები, ვისთან ერთად იყვნენ, მოვიდოდნენ თუ არა ცოცხლები არ ვიცოდით. ძალიან კარგი იყო ეს ბავშვობის ისინი. კი, საერთოდ ამბობენ ცელქი ბავშვები, კარგი ადამიანები გამოდიან ბოლოს რა ყოჩაღები ინტერესიანები და კი ანუ ინტერესი მებრძოლები ყველაფერში მებრძოლები კი იმიტომ ყველაფერი გამოვლილი აქვს ამათ მართლა აქვს გამოვლილი ყველაფერი რეალურად აი ჩვენიდან დაწყებული რამდენი ომი აქვს ნანახი ნამდვილი იარაღით და ტექნიკით თამაშობდნენ ომობანას თამაშობდნენ ლიმონკებით მაგალითად სასწავლო ლიმონკები იყო მარტივად რომ ვინც იცის ნანახი ექნება ყუთებით წამოვიღეთ ეგ ვერც ვერ ეოდით მაგას ისინი რო წავიდნენ ყველაფერი დატოვას რუსეთმა რა ვერ გაიტანეს ამიტომ ჩვენი ბავშვი რა თქმა უნდა უფროსებმა ჩვენზე უფროსებმა ბევრი რამე გაიტანეს მე მაცხოვრებლებმა მაგრამ ჩვენ რაც მაგათ დანატოვა რაც დაგვჭა ყუთებით წამოვიღეთ მაშინაც ვერ ხვდებოდი ომი იყო და ავი გამოიყენებინა ამაში ხო ალბათ ეხლა რო ეგეთი პერიოდი იყოს რომ დაძაბულობა იყოს იმაზე და ეგეთი მოცემულობა გქონდეს, ეხლაც მოიმარაგებ მაგას რა და ჩვენ წამოვიღეთ ეს რაღაცა იყო რომ თავს მოხდიდი, შიგნიდან წყალი უნდა ჩაგესხა ცოტა წვეთით რაღაც დაგეჭირა და ეს რეაქციაში შედიოდა შიგნით. და ფეთქდებოდა რო გადააკეთებდი. ოღონდ არ იცი რამდენ ხანში ფეთქდება ანუ ამ რეაქციიდან. ანუ მართლა არ იცი რა. მაგით ომობანოს თამაშობდით. არ ხუმრობ. უბანში იყო ბათქა ბუთქი და თელმა უბანმა იცოდა რომ ბავშვები ომობანას თამაშობდნენ. ანუ წარმოუდგენელია მაგ. ზეჩე ბაბაბას კი არ ვამბობდით ეგ რა გოიმობა ბაბაბა კი შეულები მოვდა ნაღდილი ბაღ და იქით რაღაც ბუღი დგება. პარალელურად თეატრში და კონცერტებზეც დავდიოდით ხოლმე, ოღონდ ფეხით. კი, ფეხით დავდიოდით. მახსოვს ირჩვაღავისას იმ ტყვიებში დადგმული როგორ დავდიოდით მაინც, აბა რა გვექნა. ბავშვებს რაღაცა ხო ჭირდებოდათ სულიერი. გენერატორზე მუშაობდა მაშინ როგორც მახსოვს თეატრი. გორის თეატრი ერთადერთი იყო მქონე რომელსაც არ შეუწყვეტია მუშაობა ომის დროს. სულ იყო. სულ დამცინოდნენ ხოლმე შენ გიჟი ხარ სად დაატარებ ამ ბავშვებსო? მაგრამ რა უნდა გვექნა, ხო? ერთხელ არის ის ბავშვობა. მეორედ ხო აღარ იქნები ბავშვი. ამასობაში ცხოვრება გარბის. რა ვიცი, აი ესე ვიცხოვრეთ და მოვედით აქამდე და რაცა ესა. კარგია. კატ